იცით, არის ზოგმა თქვა, რომ ისეთი რეაქცია ჰქონდა, თვითონაც არ შეეროდაო და მე როცა MasterChef-ში მივედი, არც მქონია იმის იდეა, რომ უნდა გამემარჯვა, არც მაგის ამბიცია არ მქონია. გამარჯვების დღიდან დღემდე რა შეიცვალა ყველაზე მკვეთრად თქვენს ცხოვრებაში? მეტი ამბიცია მაქვს ახლა მართალი რო გითხრათ და ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ფაქტობრივად იტალიაში უფრო პოპულარული გავხდი ვიდრე საქართველოში. არა, მთელი საქართველო გიცნობთ, სხვათა შორის ამას მე ვერ ვიტყვი. კი, მაგრამ იქ უფრო ბევრად გამაფასის და სხვათა შორის ძალიან მიხარია ის, რომ ძალიან მოთხოვნადი ყოფილა თურმე და ძალიან ბევრი იტალიელი იცნობს ქართულ სამზარეულოს. და ნუ ესეც ცია მაქვს ჩამოწერილი, მთხოვენ ყველანი, რომ ჩემს რესტორანში გავაკეთო ქართული საღამო. ფაიმე. რაღაცა ძალიან სასიხარულო მოსასმენია. და გეგმავ ხა თებერვლის ბოლოს რიცხვებში, რომ გავაკეთო ერთი ქართული საღამო. ერთი დღე ქართული საღამო და ნელა-ნელა მე შეიძლება აქტიურად მენიუში შეიყვანოთ ქართული სამზარეულოს კერძი. თუმცა ძალიან დიდი მოთხოვნა ყოფილა და ეს არ ვიცოდი თორემ ამდენი იტალიელი აფასებდა და ძალიან მიხარია.